თეთრი სახლის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი, რომელსაც დონალდ ტრამპი თავის ერთ-ერთ ყველაზე ნდობით აღჭურვილ დამხმარეს უწოდებს, თანამდებობას ტოვებს. კეროლაინ ლევიტი უფლებამოსილებას მემკვიდრეს ოფიციალურად თვის ბოლოს გადააბარებს. შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, რომლის თეთრ სახლში პირველი ვადით ყოფნისას ლევიტი მისი პირადი პრეს-სპიკერი იყო, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და უკავშირდება ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილს, რასაც როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, პატივს სცემს. მისივე თქმით, კეროლაინ ლევიტი მისი ადმინისტრაციის ჭეშმარიტი ლიდერი იყო და 2018 წლიდან ბრწყინვალე სამუშაო გასწია სამართლიანობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მათ შორის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმართულებით. როგორც ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობიდან მიმავალი ლევიტი გახდება მისი გავლენიანი და საგარეო მრჩეველი რესპუბლიკური პარტიის შიგნით, რადგან მიზანია დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შუალედურ არჩევნებზე. ბოლო წლების განმავლობაში კეროლაინ ლევიტი იქცა შტატების 45 და 47 პრეზიდენტის პოლიტიკური კამპანიის. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევ სახეთაც. ის აქტიურად იცავდა დონალდ ტრამპის ნაბიჯებს და ხშირად კონფრონტაციულ პრეს-კონფერენციებზეც კი მედიის წარმომადგენლებს ხისტად და დამაჯერებლად პასუხობდა პასუხს იმ საკითხებზეც, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკულ საზოგადოებაში, არამედ გლობალურ დონეზეც სადავოდ მიიჩნეოდა. იქნებოდა ეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკური თემები. თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა გამოკითხვის შედეგების მიხედვით დონალდ ტრამპის რეიტინგი დაღმასვლისკენაა მიმართული, ხოლო რესპუბლიკელები ნოემბერში კონგრესის არჩევნებში დამარცხების რისკის წინაშე არიან. რისი ძირითადი მიზეზი არის ვაშინგტონის მიერ წარამოებული ომი ირანის წინააღმდეგ და ამით შექმნილი ჩიხური მდგომარეობა. ექსპერტთა ნაწილი სწორედ ამას უკავშირებდა კეროლაინ ლევიტის გადადგომას, თუმცა თავად თეთრი სახლის პრესმდივანმა ეს ცნობები უარყო და თქვა, რომ რჩება დონალდ ტრამპის ერთგული, რადგან როგორც ამბობს, ამერიკა უკიდურესად ექსტრემისტული დემოკრატიული პარტიის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა. უპირველეს ყოვლისა მადლიერი ვარ პრეზიდენტის, რომ მქონდა განსაკუთრებული პატივი მესაუბრე თეთრი სახლის ტრიბუნიდან მისი სახელით. დიდი სიამაყით ვსაუბრობდი ამ ადმინისტრაციის მრავალ ისტორიულ მიღწევაზე და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლიბერალური მედიისთვის პასუხის მოთხოვნას და იმის უზრუნველყოფას, რომ ამერიკელ ხალხს პრეზიდენტ ტრამპის წარმატებების შესახებ სიმართლე მოესმინა. დედობა და ბავშვის გაჩენა, ამავდროულად კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მომთხოვნ თანამდებობაზე მუშაობა, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, თუმცა ამავე დროს ყველაზე რთული პერიოდი იყო. სიმართლე ის არის, რომ ჩემი ქალიშვილის დაბადების შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნების დღიდან გულით ვგრძნობდი, რომ ვერ ვიქნებოდი ისეთი კარგი დედა ჩემი ორი პატარა შვილისთვის, როგორცაც ისინი იმსახურებენ. თუ კი გავაგრძელებდი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობისთვის საჭირო მუდმივი დროის, ენერგიისა და ყურადღების დათმობას. სწორედ ამიტომ მივიღე რთული, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დავდოვო თეთრი სახლი და ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო. ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას სულ უფრო ექსტრემისტული დემოკრატიული პარტიის მხრიდან, რომელიც ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც ამერიკას დიდებულს ხდის. მჯერა ყველა ჩვენგანი, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს და მასზე ვზრუნავთ, ვალდებული ვართ ამ საფრთხეს წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩემი ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის, მაგრამ ის ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კეროლაინ ლევიტისა და ჟურნალისტების ურთიერთობა არ ყოფილა მარტივი. მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს ის დანაშაულებდა მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებისადმი მიდრეკილებაში.